გამარჯობა, ეს არის YouTube არხი How Make და დღეს ჩვენ გვექნება შაურმების ჯახი. ნუ რას უკაცრავად არ შევჭამთ, არც დავლებთ და არც დავყნოსავთ. ჩვენ დღეს შევადარებთ სამ შაურმას. მარგეს, მაგ შაურმას და Oldenburgs. სამივე არის ერთი კლასიდან, ეს არის სტანდარტები, ერთი საფასო კატეგორიაა დაახლოებით და დღეს ჩვენ გავიგებთ თითოეული კომპანია რას გვთავაზობს, რამდენ ხორცს, რამდენ ლავაშს და რამდენ გრამ შაურმას გვთავაზობს ამ საფასო კატეგორიაში. პირველი არის მაგ შაურმა, ესე იგი, კატეგორია სტანდარტი, გადავიხადეთ 13 და 90. მოუხმოთ სტუდიაში მაგ შაურმას. მადლობა მომწოდებელს, ესე იგი. ხო, ჩეკის ფოტო ამონათდება და მოდი ესე იყოს და დაიდება თავზე. ხო, იმედია ჩანს. შემდეგი არის ეს სახელწოდებით შაურმა შმარგე სტუდიაში. ჰოპ. შმარგე. ამის ჩეკიც გამოჩნდება თავზე. ამას კატეგორია სტანდარტი არ ქონდა და ქონდა კატეგორია გადახდა ბარათით არა, ჯამში 12 ლარი არა, ცეკის გარეშე არა, ერთი ცალი შაურმა არა, ავტორიზაციის კოდი არა, მიტანის სერვისი არა. ხო, ამას ქონდა საშუალო კატეგორია და იყო კიდე პატარა და მე მოდიოდა ორმაგი. როგორც ასეთი სტანდარტი არ იყო. ეს არის საშუალო. და შემდეგი ეს არის მესამე შაურმა სახელწოდებით Oldenburgi. ამის კატეგორია არის საშუალო. ამაში გადავიხადეთ 13 ლარი. მოუხმოთ სტუდიაში გთხოვთ Oldenburgi. ჰოპ. ესეც Oldenburgi. ამის ჩეკიც ამონათდება და დაიდება თვითონ ტაურმას თავზე. მოკლედ ეს სამი შაურმა გვაქვს დღეს. ამ სამ შაურმას შორის იქნება ჯახი. მოდი შევუდგეთ საქმეს. დავიწყოთ. მოუხმოთ სასტურ სტუდიაში. ბალადეც ლუკა. სასტორი სტუდიაში. მოწოდე არის სროლო. მინიონ გატყდა, ამაში ფულია გადახდილი. მაგინაია. პირველი ავწონოთ მარგე. მარგია. გავიგოთ, ამდენი გრამია. მარგი არის ზუსტად 453 გრამი. ხა ფოტოსაც გადაუღებ და თან მე მონტაჟის დროს დავუთავ. შემდეგი მაგ შაურმა ეს უკვე არის 579 გრამი. შემდეგი არის Oldenburgi. მოდი დავათავისუფლოთ ვიციდან. ეს არის 555 გრამი. და შაურმების რევიუ. აი, ჯერჯერობით სასწორი გადავდოთ გვერდზე. შემდეგი, ესლა. წონები უკვე ვიცით. ეს არის მაგ შაურმა. ეს არის მარგე. ეს არის Oldenburgi. ეხლა ჩვენ გავზომოთ თითოეული მათგანი. მეტრიანი სტუდიაში. ესე იგი, მაგ შაურმა არის 17 სანტიმეტრი. ესე იგი, მაგ შაურმა არის 27 სანტიმეტრი. იგივე სიხარულიძეები. ესე იგი, შემდეგი გემო, რომელიც გიყვარს, იგივე შმარგე არის 23 სანტიმეტრი. ესეც გივი სიხარულიძე და Oldenburgi ეს არის 26 სანტიმეტრი. ნამდვილად გივი სიხარულიძეებში გვაქვს საქმე. ესეც დავდოთ გვერდზე.
მოდი სიგანეც გავზომოთ რა ვქნა. ოპ, ესე. სიგანე არის რამდენი გამოდი? 8 სანტიმეტრი. ამის გამოდის 7. ამის გამოდის ესო კოიპოთ არის და 9. ძალიან სასიამური. 9. აი, ეხლა ჩვენ დაგვჭირდება დანა სტუდიაში, მეგობარებო, და პირველ 5 სანტიმეტრს მოვაჭრით შაურმებს და გავიგებთ დასაწყისში, რომელ შაურმაში უფრო მეტი ხორცი გვხვდება. დაი ბატონო. ვიწევთ 5 სანტიმეტრს მოჭრას. ესე, მოვაჭრეთ პირველ 5 სანტიმეტრი. შემდგომ ნაგესაც მოვაჭრეთ პირველ 5 სანტიმეტრი. როდესაც ისე უწევს. ბატონო. ის ჩემო მეგობრებო, ებო. ეხლა ჩვენ მოვაჭერით მაგ შაურმას 5 სანტიმეტრი და დავწმუნდით რომ ნამდვილად ესეა. 5. მარგესაც რომ ნამდვილად 5 მოვაჭერით. და ოლდერბუკსაც ნამდვილად 5 მოვაჭერით. აი ბატონო. ეხლა ჩვენ ავწონოთ პირველი 5 სანტიმეტრი. მაგ შაურმა არის 104. მარგეს პირველი 5 სანტიმეტრი არის 96 გრამი და ოლდენბურგის პირველი 5 სანტიმეტრი 97 სანტიმეტრი. დაგვჭა ბოლო ეტაპი, ეს არის შიგთავსის აწონვა. გამოვაცალკავებთ სამივე ბრენდის სამივე შაურმას და გავიგებთ რამდენი გრამი ხორცია და რამდენი გრამი ლავაში თითოეული ბრენდის თითოეულ შაურმაში. დავიწყეთ. აი, ფებში არის 42 გრამი, ესაც დავასურათოთ. დავიწყეთ. ესე იგი, გამოვაჩერეთ შიგთავსის შაურმიდან. ესე იგი, ხორცი გამოვიდა მაგ შაურმა 377 გრამი. ეს არის მაგ შაურმა, მეგობარებო. ძვირფასო ტელერადიო მაყურებლებო. გადავდოთ გვერდზე. მაგის შიგთავსი. ესე იგი, მარგე გამოვიდა შიგთავსი 312 გრამი. ეს არის ოლდენბურგი. ოლდენბურგის შიგთავსი გამოვიდა 364 გრამი. 365 უფრო სწორედ.
დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგი რომელი რესტორნების და რა საჭმელი განვიხილოთ. მე ვფიქრობ ხინკალს 3 რამე ცნობილი რესტორანი ავარჩიოთ, დაწერეთ კომენტარებში, გამოვიძახოთ და შევაფასოთ მსგავსად როგორც ეს შაურმები და გავიგოთ თითოეული რესტორანში თითოეული ხინკალი მაგალითად გვიღის თუ არა ის თანხა, რა თანხათაც ყიდის რესტორანი. გამოგვიწერეთ ძვირფასო ტელე, რადიო, YouTube, ინტერნეტ, სოციქსელ მაყურებლებო. მოგვეცით სტიმული, რაც შეიძლება მალე გავიგზავნოთ, რომ მარტო საჭმელების და რესტორნებს რო გავცდეთ და უფრო მეტი სიგიჟეებით შემოვიფარგლოთ. თუ ჩვენ ძალიან მალე ავალთ 50,000 გამომწერზე, ეხლა ვარ 59 გამომწერზე, მე გპირდებით რომ გადავხტები წყალში მანქანით და გაჩვენებ ტუტორიალს როგორ უნდა გამოვიდეთ იქიდან და როგორ უნდა გადარჩეთ. გთხოვთ რომ არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ subscribe-ზე თითის მაუსის ღილაკის დაწყაპუნება, მიჭერა, დაწოლა, ზეწოლა და რაც უფრო მალე ავალთ, მით უფრო მალე გადავხტები მიმდინარეში. დამიწერეთ კომენტარებში რეკომენდაციები, რჩევები, რა დავამატოთ, რა მოვაკლოთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და მე ვეცდები რომ 99.99% გავითვალისწინოთ თქვენი რჩევა და რეკომენდაცია. თქვენი მორჩილი მონა, მონა მორჩილი, უმთა თორჩილი, არჩილი, მარჩილი. ეს იყო არხი How Make. გემშვიდობები დროებით შეხვდებით შემდეგ ვიდეოში.